მოგესალმებით ჩვენო Facebook მეგობრებო, ჩვენო გულშემატკივრებო. რუსეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქიდან, სანქტ-პეტერბურგიდან. თქვენ როგორც იცით, ეს არის ჩვენი კლასელების რიგით მეორე მოგზაურობა. შარშან ამ დროს ვიყავით ევროპაში, მოვიარეთ, მე მგონი 5 ქვეყანა, ხო? და ძალიან კმაყოფილი დავჭი და იქვე მოვილაპარაკეთ, რომ მომდევნო წელს გვენახა უბრალოდ პარიზში დაგვიბადა ეს იდეა, იმიტომ რომ პარიზი და სანქტ-პეტერბურგი რაღაცით ერთმანეთს ემსგავსება და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წელს ჩამოვსულიყავით სანქტ-პეტერბურგში და დაგვეთვალიერებია ისტორიული ადგილები. ჩამოსვლისთანავე ჩვენ აეროპორტში დახვდა კალბატონ მანონის ძმის ოჯახი, გია კალანდია თავისი მეუღლით, არაჩვეულებრივი მეუღლით, რომლებიც ყვავილებით დახვდნენ. შემდეგ მოგვიყვანეს ჩვენი კლასელის ქეთინო ლაგვილავას დის ოჯახში, ელისოს, კალბატონ ელისო ლაგვილავას ოჯახში, სადაც ვიცხოვრეთ მთელი ეს 2 კვირა. და აქვე მინდა ვთქვა, თქვენც ალბათ იტყვით, მაგრამ მე მინდა ჩემი სახელით ამ ოჯახს გადავუხადო დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე თბილად მიგვიღო და გვიპატრონა ამ 2 კვირის განმავლობაში. პატივი ვსცა, რავი, ხელის გულზე, როგორც ხნა, ხელის გულზე დაგისვა და ისე აი ბედზე აღმოჩნდა. კი, რა თქმა უნდა და მე მინდა თქვენ დაგითმოთ სიტყვა, მაგრამ მანამდე ყველა იმ ქართველს მინდა მადლობა უთხრა და მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, თუმცა ვინც ჩვენ გაგვიწია მასპინძლობა. აქ არაერთმა წარმოშობით ქართველმა გვამოგზაურა, დიდი პატივისცა, ოჯახებში მიგვიპატიჟეს, სადარ გვატარეს და ამისთვის უღრმესი მადლობა მათ ყველას. მოდი ახლა თქვენს გაიხსენეთ რამე გასახსენებელი ჩვენ ბევრი რამე გვაქვს, მაგრამ საკმარისი დრო არ გვაქვს ახლა ამ ეტაპისთვის ჩვენ. მე მხოლოდ მადლობით მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ელისოს, ელისო ჩემთვის მაინც ის არის და ყველაზე დიდი მადლობა მინდა ელგუჯა ლაგვილავას ოჯახს გადავუხადო, მისმა ბიჭმა ხო არაჩვეულებრივი და მე მადლობა რომ ყავს წალიჭხაში ესეთი ლუკა ხო? ლუკა ეს არის არაჩვეულებრივი, დედა არაჩვეულებრივი და ამის მადლობა ეკას. ეკას მადლობა, ელგუჯას მადლობა ლაგვილავას ყველაფრისთვის, ამ დიდებისთვის და ეს ელისო ხო მაინც ჩვენია და ელგუჯა ელისო ეს დაძმები არიან ჩვენთვის და სიმბოლურად მაინც მოხდა ის რომ ქეთო არ ყავს, მაგრამ ქეთოს დის ოჯახში ვართ და ქეთოს ამხანაგი და კლასელებიდან ამისთვის მე ხარ ჩვენთან ერთად არის მისი სული. მანონი შენ უფრო ეხლა ჩვენ ყოველ დღე საღამოს როცა სახლში დაბრუნდებოდით, ვიწერდით თუ სად ვიყავით, რა ადგილას ვიყავით, რა ნახეთ, სად ვიმოგზაურეთ და ეს დავალება თავის თავზე ქონდა აღებული მანონის და ვთხოვოთ მანონის რომ ზოგადად ახლა ყველაფერს ვერ მოყვება რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იმდენი ადგილი მოვიარეთ და იმდენი რაღაცა ვნახეთ რომ ახლა ყველაფერს ვერ ჩამოვყვით, მაგრამ შეეცდება რომ აი შენის შპარგალკაც ქონდა სადღაც. კი, შპარგალკაც. შეგეშალო, ჩაიხედება. მიდი ახლა მოყევი ყველაფერი, ნუ. ესე იგი მეგობრებო, ჩემო პატარა. მე კი გვერდიდან გიყურეთ. ჩემო ახალგაზრდებო, რა ვიცი. სანქტ-პეტერბურგი ყველამ ვიცით რომ წმინდა ქალაქია. აქ იმდენი ღირსშესანიშნაობაა და იმდენი ტაძრებია, ჩვენ ამას ვერასოდეს ვერ ჩამოვთვლით და სამი თვე არ გვეყოფა რომ ეს მოვიაროთ და იმას ვქოთ. ჩამოვედით 28-ში ჩვენი ქეთუშას დის ოჯახში. მადლობა ყველას. მაგრამ იცით რა შეასახმე, ბედი გვაქვს კარგი. კარგ ფეხზე დაწყებული ისა, შარშანდელი წელი ლალი ეგიას ოჯახში. დიდი მადლობა მინდა ლალის რომ ამისთვის გადავუხადო წელს, ელისო ლაგვილავას ოჯახს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და ახლა როგორც შარშან ხდებოდა ჩვენო მეგობრებო ყველა ქალაქში და ყველა ქვეყანაში ქართველი მეცენატი ხალხი რომ ხდებოდა, ისე მოხდა რაც თქმა უნდა სანქტ-პეტერბურგში. დავიწყეთ რაც თქმა უნდა ერმიტაჟი ყველამ ვიცით რომ ზამთრის სასახლე რო არის. გავაგრძელეთ პეტერბურგში და პეტერგოფში და კრონშტადტში ვინც წაგვიყვანა, ეს არის ქართველი ბიზნესმენი კახა ძაგანია. დიდი მადლობა მინდა კახა ძაგანიას გადავუხადოთ.
მერე ვიყავით ველიკი ნოვგოროდში, მეგობრებო. იქაც ერთი გურული არაჩვეულებრივი ადამიანი, გიზო კვაჭანტირაძე, რომელმაც თავისი მარნით, თავისი მშენებლობებით, თავისი ოჯახით გაგვაოცა. ყავს რუსი მეუღლე, ოლიჩკა, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს ქართულად და ძალიან დიდი პატივით და დიდი სიყვარულით გამოგვაცილა აქეთ. მესამე ვინც არის ყველაზე დიდი კიდე ჩვენი გულშემატკივარი და ისე ეს არის ეკა ხუნწარია, ესეც გენაცვალე რძალია ჩვენი და ამავე დროს დალი ხუნწარიას ნათესავი. და ახლა წარმოიდგინეთ იქ რა მოხდებოდა დალი ხუნწარიას ნათესავი რო არის. მიმოხილვა პატარას გავაკეთებ ჩემო კარგო, ეს არის ძალიან დიდი სამუზეუმო ქალაქი, მაგრამ თავარი რაც არის ისაკის საბორი, ყაზაღნის ღვთისმშობელი, რომელიც დიდი წმინდანია რუსეთის კი არა, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსი და ეს ყაზანის ღვთისმშობელი მე-18 საუკუნეში და მე-17-ის ბოლოს და მე-18 საუკუნის დასაწყისში, ესე იგი ნაპოლეონის ომთან რუსეთმა რო გაიმარჯვა ნაპოლეონის ომთან, იმისი საპასუხოდ უნიკალური ძეგლია გაკეთებული. პეტერგოფი, ყველამ ვიცით საფრანგეთში არის ვერსალის საპირწონო და მის საპასუხოდ პეტერგოფი გაკეთებული. ერმიტაჟი ნიშნავს ქართულად, ესეც ფრანგული სიტყვა და ნიშნავს განმარტოებას. გვაქვს ზიმნი დვარესი, რომელიც ცენტრშია, იქიდან იწყება სანქტ-პეტერბურგის ყველა ღირსშესანიშნაობის დათვალიერება და გვაქვს ლეტნი დვარესი. ლეტნი დვარესი არის პეტერგოფი. ბაღი იქ არაჩვეულებრივია. ვიკიპედიაში ყველაფერია და ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ ვინც ქართველები, ჩვენთვის საინტერესო პიროვნებები, ვინმაც ეს ყველაფერი მოგვატარა, პატივი გცა, იმ ხალხისთვის გვინდოდა დიდი მადლობა რო გვეთქვა და ამით მადლობით დავიწყეთ და მადლობით უნდა დავასრულოთ ჩვენი მოგზაურობა. შარშან ვიყავით 6 წელს ვარ 3, მომავალი წელი ათენი. საბერძნეთი დავგეგმეთ, გთხოვთ შემოგვიერთდეთ, ნამდვილად კარგ დროს გაატარეთ. და ასევე უთხრათ ყველას, რომ ჩვენგან აიღონ მაგალითი და თვითონაც კლასელები შეიკრიბონ, არ ჯდება ეს მოგზაურობები ძვირი, ხომ ასე? ნამდვილად არა. ჩვენ არა ვართ. ყველა თითოეულ თქვენგანს ეყოლება ნათესავი, ან მეგობარი, ან კლასელი რომელიღაც ქალაქში. ყველა გიპატრონებთ. ხო და არ დაიზაროთ, იმოგზაურეთ, ამით თქვენ არაფერს არ წააგებთ, პირიქით გახდებით უფრო ბედნიერები ცხოვრებაში. ხო ასე? ბატონო, ნამდვილად და არ გვიჭირთ, ჩვენ არ გვიჭირს ისე რომ ეს ამ მოგზაურობებს თავი ვერ მოვაბად. დამთავარი არ უნდა დაგავიწყდეთ აქეთ წამოსვლისას, სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებით, თქვენს უნდა მიაკითხოთ თქვენს მოძღვარს, რომ კურთხევა მოგცეთ. და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ იმაში მოვილოცეთ. ყულის დალი ყოველთვის ყულისკარის მოლოცვის შემდეგ მოდის. არა, ფერიცვალებით დავიწყეთ ჩვენ. ძალიან ფერიცვალებით ვიწყებთ, მერე გზად მოვდივართ ესე და ვაგრძელებთ. ხო და აი უფლისწყალობით მართლა ყველაფერი გაწერილად და ლამაზად და მშვიდად რომ ასე რომ შეგიძლიათ მაგალითი აიღოთ ჩვენგან და თქვენც იმოგზაუროთ.